ცეცხლის გარდამოსვლას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ესწრებოდა იმედის გადამღები ჯგუფიც ემოციებს ახლა ვარლამ ციკლაური გაგვიზიარებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. კეთი ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. აი ეს სიტყვები სხვადასხვა ენაზე ისმოდა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში. მორწმუნეები ერთმანეთს მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ულოცავდნენ. ზღვა ემოცია იყო, სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ემოცია, რაც იმ წუთებში იგრძნობოდა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში. უამრავი ადამიანი არის ჩამოსული იმისათვის, რომ საკუთარი თვალით ენახათ მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა და უამრავი ქართველი არის ახლა ძველ ქალაქში, რომლებსაც ნაწილს წმინდა ცეცხლი საკუთარ სახლში, ნაწილს კი სამშობლოში მიაქვს. ტრადიციულად იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე მობრძანდა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში, მანამდე წინ მოუძღოდნენ მას არაბი ქრისტიანები, რომლებიც ყიჟინით შემოვიდნენ ტაძარში და წინასწარ ახარეს მომლოცველებს მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ამბობდნენ ასეთ სიტყვებს: ჩვენი რწმენა არის ნამდვილი, ეს არის ტრადიცია მრავალწლიანი და ბუნებრივია, რომ არც წელს არ დარღვეულა. შემდეგ ტაძარში მობრძანდა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე, მან ლიტანიობის შემდეგ იგი კუბუკლის წინ განიმოსა და ყვართით და სანთლებით ხელში შებრძანდა მაცხოვრის საფლავზე და სულ რამდენიმე წუთში გამოაბრძანა წმინდა ცეცხლი. და როგორც გითხარით, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. აი ეს სიტყვები სხვადასხვა ენაზე ისმოდა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში, მათ შორის ქართულად და ფრიალებდა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ქართული დროშები. საქართველოს აი ამ იმალეთს ეს მადლი ყველას ოჯახებში სუპერდეს. ჩემს ოჯახის წევრებს, შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, გავწმინდეს საქართველოს. მივოცავთ არ მგონის ყინავენ დღესასწაულს, ქრისტე აღდგა, ფარავდეს უფალი ჩვენ ქვეყანას, გაერთიანება, გამტნიანება და ყველაფერი კარგი უსულო. დიდება უფალს გადმოვიდა ცეცხლი, ფარავდეთ უფალი, ასე ამთებული იყოს ყველა თქვენთაგანის გულებში ცეცხლი უფლის სიყვარულში. ილოცავთ სრულია საქართველოს, ქრისტე აღდგა. ჩვენი ქვეყანა გაუცლება ხდება ნამდვილად. ვერ ვიტყვი, რომ ქართველები ვინმეზე ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილი აქ ისმოდა ქართული სიტყვები, ისმოდა ქრისტე აღდგა და გილოცავთ ყველას. ძველ ქალაქში ხალხმრავლობაა, წელს ძალიან ბევრი ადამიანი არის წმინდა ქალაქში ჩამოსული იმისათვის, რომ ნებისშვიდეული აი აქ იერუსალიმში გაეტარებინათ. აქ არიან ძალიან ბევრი ქართველი ჩემს გარშემო და ჩანს საქართველოს დროშები, მოგესალმებით. ქრისტე აღდგა. როგორი ემოციები ხარ? ტირი ვარ, ემოციებში ვარ. დიდება უფალს. ჩვენი სამშობლო ყოფილიყოს დალოცვილი ღმერთო უფალი. გაიხარეთ. საქართველოში თბილისის დროით წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ 23 საათსა და 40 წუთზე. ჯორჯიან ეარვეისის ბორტით შესრულდება ფრენა და შეგეძლებათ, რომ წმინდა ცეცხლს ჯერ პირველ რიგში მიაბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი ყველა შეგეძლებათ, რომ საკუთარ ოჯახში წააბრძანოთ. მადლობა ვარლამ ციკლაურს.